დიახ, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება ინფორმაცია კონკრეტულად რა საკითხები განიხილა მამუკა მდინარაძემ შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ამერიკელ კოლეგებთან ერთადერთი ინფორმაციას ავრცელებს უწყება და ამბობს, რომ განსახილველი თემა შეეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს. თუმცა ახლა საინტერესოა და ისმის კითხვა კონკრეტულად რა აინტერესებს შეერთებულ შტატებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან და შეეხება თუ არა არსებული კითხვები ქართული ოცნების პოლიტიკას და დამოკიდებულებას ირანის დიქტატორული რეჟიმის მიმართ. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესაბამისად პოლიტიკოსებს აქვთ ვარაუდი, რომ შესაძლოა შეერთებულ შტატებს აინტერესებდეს ქართული ოცნებისგან თუ რას ემსახურება მათი პოლიტიკა და პირდაპირ მხარდაჭერა ირანის რეჟიმის მიმართ, რადგან ამ შემთხვევაში ეს უკავშირდება არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასაც და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საკმაოდ მძიმე კითხვები დაესვათ შეერთებულ შტატებში ვიზიტისას მამუკა მდინარაძისთვის. მაგალითად ჩვენ ვესაუბრეთ ეკა ბესელიას, რომელიც კარგად იცნობს როგორც მამუკა მდინარაძეს, ასევე ირაკლი კობახიძეს და ზოგადად ქართული ოცნების როგორც პარტიის ხასიათს და ის არ გამორიცხავს, რომ ეს იმდენად მძიმე თემაა შეერთებული შტატებისთვის, რომ არ არის გამორიცხული ქართული ოცნების რომელიმე ლიდერის თანამდებობაც კი შეეწიროს. იმ ვითარებაში, როდესაც ეხა ერთ-ერთი ცენტრალური თემა ცივილიზებული სამყაროსთვის არის ირანის თემა. ამიტომ მდინარაძის ვიზიტი რომ უკავშირდებოდეს ამ თემას პირდაპირ, მე სრულიად ლოგიკურად მიმაჩნია და ვხედავ გარკვეულ მას. შეუძლებელია შეუმჩნეველი რეაგირების გარეშე და შესაბამისი sapasukho ნაბიჯების გარეშე დარჩენილიყო ანის ვიზიტი კობახიძის, რომელიც თავის დროზე განხორციელდა და სადაც ის იდგა იმ ადამიანების გვერდით, რომელიც საფრთხეთ არის აღქმული. ეს იქნებოდა ძალიან მკაცრი საუბარი და ასევე ვუშვებ იმასაც, რომ შესაძლოა ამას მოყვეს გარკვეული ცვლილებები, გარკვეული ნაბიჯები ოცნების თანამდებობის პირებთან დაკავშირებით. ეს კონკრეტულად ვის შეეხება, როგორ შეეხება გამოჩნდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტული მოთხოვნებიც კი დადგა დღის წესრიგში, იმდენად სახიფათოდ არის უკვე აღქმული ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა. არ არის გამორიცხული ეს თავად მასაც შეეხოს, ან კობახიძესაც შეეხოს ის გარდაუვალი ცვლილება, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო მანევრირება, ძალიან სახიფათო იყო მისი ვიზიტი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და დამაზიანებელი. კითხვები ლეგიტიმურია იმ ფონზე, თუ რა მოვლენებიც ვითარდებოდა ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში, მაგალითად ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მონაწილეობა მიიღო ირანის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე, სადაც ის სიტყვითაც გამოვიდა და ისაუბრა ირანისა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ამის მნიშვნელობაზე. ასევე მალევე მაგ დღესვე ირანის დროშის ფერებით თბილისის ანძა გაანათეს და ამას წინ უსწრებდა ირაკლი კობახიძის ვიზიტი ირანში, რომელიც დიქტატორების გვერდით იმყოფებოდა და ისმენდა იმ ფრაზას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, საქართველოს პარტნიორი ქვეყნისთვის მიუღებელია. შესაბამისად პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ამ მოვლენების გათვალისწინებით შეერთებულ შტატებს ჰქონდეს მთელი რიგი კითხვები, თუ რა გზას ირჩევს ქართული ოცნების ხელისუფლება და სად დგას საქართველო იმ ფონზე, როდესაც გლობალურ საკითხს წარმოადგენს ახლა ირანში განვითარებული მოვლენები. აქ არის საუბარი ინტერესებზე. შეერთებულ შტატებს რომ ინტერესები აქვს სამხრეთ კავკასიაში, ეს სომხეთ აზერბაიჯანში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, ისევე როგორც შესაბამისი ინვესტიციებით და მათ შორის მოლაპარაკებებით ომანში ირანთან და იმ სამხედრო გადაჯგუფებით, რომელიც მოლაპარაკების წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს დარტყმის სახით ირანზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს, რომელიც პოზიციონირებს როგორც ირანის მოკავშირე, რომელიც მათ შორის ვაჭრობს ირანთან და შეერთებულ შტატებში რომელიც საუბრობს მესამე ქვეყნების სანქცირებაზეც კი, რომელიც ირანთან ვაჭრობს. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი იქნება შეერთებული შტატების ინტერესების განმარტება ირანთან მიმართებაში. საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ურთიერთობა ირანის სისხლიან რეჟიმთან არის არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემა, არამედ პრობლემა რეგიონული უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც
საქართველოს საჰაერო სივრცე გამოყენებული იყო ირანული სამხედრო თვითმფრინავებისთვის, რუსეთის მიმართულებით ფრენებისთვის. მაგალითად, ლაშა დარსალიას გამოსვლა ირანის საელჩოში, რა თქმა უნდა, გამოიწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში და მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ სინამდვილეში რეჟიმი ამას აკეთებს სპეციალურად რუსეთის დავალებით, იმისთვის რომ მოახდინოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის საბოტაჟი. ეს არა ამას თუ ჩვენ დავამატებთ რამდენიმე დღის წინ JD Vance-ის და მარკო რუბიოს განცხადებებს ერთ პაკეტში, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი შეხვდებიან და დაელაპარაკებიან ყველას, ოღონდ ეს არ იქნება ლეგიტიმიზაციის მიცემა ვინმესთვის, არამედ ეს იქნება მათი მოსმენა და მათი მოთხოვნების, ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნების გადაცემა, ხო, სიამბლეში ერთადერთი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ. კი, მათ შორის ირანთან, მათ შორის პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებით, მათ შორის ახალ და თავისუფალ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ერთი ავიამზიდი შემოვიდა და საქართველოში მეორე დღეს რამდენიმე საათში თბილისის ანძა განათდა ირანის, ესე ვთქვათ, აიათოლების რეჟიმის დროშის ფერებში, რაც იყო პოლიტიკური განაცხადი და პასუხი ამერიკის შეერთებული შტატების ხისტ პოლიტიკაზე. ეჭვებს აღრმავებს ისიც, რომ თვის დასაწყისში, როგორც ცნობილია, შეერთებულ შტატებში ვიზიტით იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი და ამის შემდგომ უკვე ხდება ცნობილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში, ამ შემთხვევაში საუბარია მამუკა მდინარაძეზე, თუმცა ორივე შემთხვევაში უწყებები რატომღაც თავს იკავებენ, რომ დეტალური ინფორმაცია გააჟღერონ, გაავრცელონ იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა კითხვები აქვს შეერთებულ შტატებს ქართულ ოცნებასთან. მადლობა ნინო, პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.